სხვათა შორის შუა ქალაქში ეს მსუქანი ირაკლი ექიმი სარბილს აფრიალებდა ხოლმე. კი ბატონო. კი ბატონო. მითხარ, შენ და ფეხბურთი როგორი დამოკიდებულება გაქვთ? ეს არის ამ სპორტთან რო კარგად ხარ, უკვე მივხვდით ისეთ შესავალი გააკეთა. ფეხბურთი ჩემთვის ანუ ფეხბურთი თუ კიდე რაღაცა სხვა სახეობებიც. საერთოდ სპორტი ძალიან მიყვარს, მაგრამ ფეხბურთი ჩემთვის სპორტზე მეტია, მართლა. ფეხბურთი საერთოდ ძალიან ვაიგივებ ჩემ პროფესიასთან და ხო შეიძლება სასაცილო ჟღერდეს შორიდან, მაგრამ ძალიან ბევრი ნიუანსი გავს ჩვენთან. აი მაგაზეც მე ვისაუბრებ. სცენა, მსახიობები, რეჟისორი, შეიძლება ერთი ძალიან კარგი იყოს, მაგრამ გუნდური ანსამბლი თუ არ არის არ ვარგა, რეჟისორს თავის სქემა. მაყურებელი რასაკვირველია. და ანუ ეს ყველაფერი ძალიან გავს ერთმანეთს, ემოციურადაც და ისეც და თავის შემსრულებლებით. ასე ვთქვათ. ბოდიში ერთადერთი იქ თეატრში მაყურებელი არ ყვერის იქიდან. ნუ მე რა იქ ხო შინაგანად ყვერის. კი რა თქმა უნდა. მაინდა-მაინც ხო გამომხატველობა არ არის და ეს ემოცია რაც აქვს და ის ემოცია რაც შენ როდესაც მაყურებელი ხარ სტადიონზე გემართება და ის ხელოვნების ნიმუში როგორი ფეხბურთელებიც არსებობენ, მათ შორის ჩვენი ოქროს ბიჭი. ესენი არიან ასე ვთქვათ ფერები ამ ხელოვნების და ამიტომ მართლა ესე უყურებ და პლუს ბავშვობაში ცდელობა მქონდა მეთამაშა, თუმცა არც თუ ესე ნიჭიერად და ამიტომ გულშემატკივართა არმიაში დავრჩი და ნუ გაზრდილი ვარ სტადიონზე და თუ რამე მოვლენა ხდებოდა ფეხბურთზე ყველაფერი ვიცოდი და ორი პროფესია ასე ვთქვათ ფეხბურთი და ეს ოჯახიდან მოდიოდა თუ ისედაც კი მამა ჩემი თამაშობდა ფეხბურთს ძალიან ადრე მაშინ რა ქვია მაშინ ჯარსთავის გუნდი ყავდა სკა მე მგონი ხო ეს ხო და რეზო ძოძუაშვილი ყავდა წუთნელად მათ შორის და მამა ჩემ ძალიან მაგრად თამაშობდა მართლა ვთქვათ ნუ გაყვა მთლიანად მე თავი ჩემ პროფესიას მსახიობია და მე თეატრების ჩემპიონატიც ტარდებოდა იყო მე საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა თეატრებმა ითამაშეს და ჩემპიონიც ჩამოვიდა იქიდან ხო და ნუ რაღაცა აქედან ჩანერგილი მაქვს ეს სიყვარული ფეხბურთის 86 წელს ხო ისე ჟღერს ძალიან შორს 86 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო კი ბატონო მაშინ ვიყავი 6 წლის და მამა ჩემმა მაყურებინა ფინალს და ეს მახსოვს ვიზუალურად მწვანე ფორმა ეცვა მაშინდელ გერმანიის ფერგე იყო ფერგეს ხარეს ხო და ეს რა ქვია ეს რაღაც ღიაფერი ეცვა არგენტინას და მახსოვს ეს მარადონა რომ მომეწონა და ეს ამას გულშემატკივრობს და იმის მე გულშემატკივრობ არგენტინას და ფეხბურთს და ყველაფერს ანუ ეს ბავშვობიდან მოდის ეს არგენტინა ის ზუსტად 6 წლის ვიყავი ეს რო გადავწყვიტე რომ ეს გუნდი და ეს მარადონა არის ყველაზე მაგარი და მე უკვე როდესაც უფრო გააზრებულად დაიწყე ყურება ეს ხო არ შეგეცვალა კიდევ უფრო მეტად მოგეწონა არგენტინა თან იცი რა იყო თან მაგასაკში ხა 90-ის მსოფლიო ჩემპიონატზე პატარა ვიყავი კიდე ხო 94-ისასაც პატარა ვიყავი და სულ იყო რა ესე მაშინ ბრაზილია იყო მოდაში ეხა ხო არა საფრანგეთი იმიტომ რომ ჩემპიონი გახდა ვინც ბავშვებისთვის ესეა ხო მაშინ ბრაზილია იყო დომინანტი და იტალია და სულ მქონდა ხოლმე რომ მეთქი რატო ავირჩი ეს არგენტინა მაგრამ მომწონდა რა და სხვა მეუბნება რომ წამობიჭო ბრაზილიისკენ ან იტალიისკენ და ნუ არა მაშინ ესეთი გაფრთხილები იყო ხო და არა ძალიან მართლა ძალიან მომწონდა ძალიან დროს ნერვიულობდი და რომ წააგო 90-ში ეს საჯზე ვიტირე და მთელი ამბავი და ბოლოს როგორც იქნა ამდენი წლის ოცნება ახტა და გახდა მსოფლიო ჩემპიონი წელსაც სასწაულები ხდებოდა იქით საქართველოს გავიდა ევროპაზე ეგეც ხო ცალკე ის იყო ნუ არა საქართველოს გასწა ცალკე 86-იც მაგარია თავისი ოლარტიკოეთშია და გვარებზე ვკაიფობდით ხოლმე რა და ეხა რო კითხე როგორი დამოკიდებულება აქვს ფეხბურთთან როცა გადაცემაში მოყვავდა ნუ სოციალურ ქსელში ჩავხედე და ეხა ჯაბაკილაძე სულ ფეხბურთის ისინი ქონდა რა სურათები აქვს და მართლა ეს არის მეთქი გავიფიქრე გულში რომ ვინმე ფეხბურთელი ხო არ არის ვიღაცა უცნობი და ხო არა გამიგია სულ საფეხბურთო იმერთან ანუ უფრო რაღაცა ხელოვნება შენთვის ფეხბურთი ეგრე გამოდის სცენაა და თეატრია ხო აბსოლუტურად და მართლა არის რა იმიტომ რომ ამ ხელა ემოციის გამოწვევა მაგრამ მე მგონი არაფერს არ შეუძლია რასაც ფეხბურთს და სპორტში ხო ვაღიაროთ რომ ალბათ არ შეუძლია და თან აი იქ შეიძლება ბევრი მაგარი ფეხბურთელი იყოს მაგრამ არის თითქოს ვიღაცა აგზავნის ზევიდან ტიპებს რომლებიც ქმნიან
აბსოლუტურ რაღაც არარეალურ სამყაროს მათ შორის მესი რომლებს ამის გამო გიყვარს ფეხბურთი ესეთი რაღაცების გამო ეს არ არის უბრალოდ ვარჯიშით და იმით გამოწვეული ეს არის რაღაც ღვთაებრივი ნიჭი რომელიც ადამიანი აჩვენებს ამდენ ადამიანს რა და რა ვიცი კიდევ ვატყვი რომ ეს ბიჭი მაგ სიციდან ხო ანუ ეს გიყვარს შენ აი ეს რაღაც აღმაფრენები რაღაც საოცრებები და არა რაღაც სქემები ხო არა სქემები არა სქემები და ტაბლო არ უყვარს ესე იგი მაცარიელ ტაბლოს რო ახედავ სხვანაირად არ გამოდის უკვე ნუ იქამდე დავიდა ფეხბურთი თუმცა რეჟისორი იგივე ჩვენ ამ შემთხვევაში მწვრთნელი უფრო სხვანაირად ფიქრობს შედეგი ადრე ხომ ფეხბურთი არ იყო მდიდრების სპორტი ეს სხვათა შორის ერთ-ერთი მე ესე ვიცი რომ ანუ ეს საათების ბრენდი ძვირადღირებული საათების ბრენდი პირობითად არ შედიოდა სასპონსოროდ იმიტომ რომ ეს არ ითვლებოდა რაღაც მაღალ დონის იმათ ხო და იყო რაღაც სხვანაირი რომანტიკული ფეხბურთი იყო ფული რა თქმა უნდა აუცილებელია მაგრამ ამ ფულმა გამოიწვია სხვა პრობლემები და ასე ვთქვათ რომანტიკული ფეხბურთი ჩააცხრო და უკვე შედეგზე ორიენტირებულია რადგან შედეგს მოაქვს ფინანსები ასე შემდეგ და ყველაფერი გადავიდა ამაზე და რაღაც ისეთი ტიპები როგორიც ყვარა არის ცდილობენ რომ რაღაც მარწუხებში მოაქციონ ხო მაგის კაი მაგალითი ქონდა ხი კონტემბრაც გააკეთა რას ათამაშებდა კაც საერთოდ ხო და ნუ ამან მე მიყვარს რომანტიკული ფეხბურთი ამიტომ მირჩევნია ხოლმე სამხრეთ ამერიკული რა კოპა ამერიკის ყურება მიყვარს იმიტომ რომ იქ არის არაორდინალური თამაშგიჟებივი დარბიან ხოცავენ ერთმანეთს და თავრობას უტარებენ ხო და ევროპაში ეგ სამჯერ რაღაცას ტიპს უფეხებში ვა გაუტარებ ყვითელს გაძლევენ მაგის გამო ხო და რა ვიცი რატო არ მაქვს უფლება რომ მოვატყუო მე ტოკე ფეხბურთია რა